ძირითადად ახლა ამ ბოლო დროს მაყურებელი შენ გიცნობს სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალები. სამ წელს ამას. ეცი, იმიტომ რომ მე მანამდე 9 ფილმში ვეთამაშე. არა, მეგობნები ამ ბოლო დროს. ამ ბოლო დროს ხო. სხვაჯერს პატარა ბავშვები. პატარა ბავშვები. ცერტ პატარა ბავშვები არიან ყველაზე აქტიური მაყურებლები ყველაფრისა. მე ასე მგონია. დედამ გაგლიჯა ერთხელ შუაში შუაზე თავისი შვილი. მე გადამეკიდა ბავშვი ცუდად არყვები ხარ. ფიქრობ ფილოსოფოსო. დედა ეს არ არის დედა იმხელად ხლიშა. სეგალაძის ქალი არის რას ერჩი. არ მიყვებოდა. ცუდი დედა იყო. ცუდი დედა იყო. ხო და რას გეუბნებოდი? ნინო გაჩეჩილაძე, შენთვის გაჩკა უბრალოდ. გაჩკა, ჩემი გაჩკა, ხო. ანუ ეს არის ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც თამაშობდა კატოს როლს და რომელზეც უამრავი რაღაც საიტები შეიქმნა, დავაბრუნოთ კატო. ხოცი მე მგონი ჯექსონი გარდაიცვალა ერთად არ მოხდა. თემა არ ყოფილა კი ნამდვილად. მაგრამ აი რაღაცა ჭორები დადის რომ ნინო გაჩეჩილაძეს აბრუნებენ ჩემი ცოლის დაქალებშია და მაინტერესებს შენ რომ დაურეკო ნინოს როგორი რეაქცია იქნება? ისა მე особо დავურეკავ ნინოს და რეაქცია იქნება ის რომ გაეხარდება იმიტომ რომ მეგობრობთ მაგრამ რაღაცა ჩემგან უფრო დამაჯერებელი იქნება მისთვის რომ შენ გაბრუნებე და რაღაცა ნინოს ის არ ეწება ნინოსთვის ჩემი ცოლის დაქალები იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიხვდი ამერ სპილბერგმა გამომაგდოს და ისე ლიფონავამ გადამიღოს იგივეა ნინოსთვის ეხა მაგ როლიდან მოხსნა და აქედან გამომდინარე მე არ მინდა რომ გული ვატკინო კარგი, არ ვატკინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ძალიან ბევრი საიტი შეიქმნა, სადაც ბავშვები და ხალხი ამბობს, რომ დააბრუნეთო და არის თუ არა შანსი? ესეც ხო ქართული რაღაც მენტალური, ჩვენ როცა არის, სანამ არის, არ მოხწონს, მე არის და რატო არ არის? ხო, ეგრეა ძირითადად. და თან კიდევ ერთი რაღაც ვიცი, ზუზუ, რომელსაც მე ნინოს აუცილებლად ვკითხო, მოდი დაურეკოთ. მოდი დაურეკოთ ნინოს. ნინო გაჩეჩილაძეს ეს არის მსახიობი რომელიც თამაშობდა ჩემი ცოლის დაქალებში ერთ-ერთ აი ნინოს კატოს ნინოს იცნობენ ჩემი ცოლის და მე სულ ხოც დიტოს კოტე თოლორდავას და ნინოს რო უთხარი აცას ლაპარაკობ სამდეს თქვენ ჩვენში რა განსხვავება თქვენ ხარ დიტო და კატო და მე ზუს რეგინე ეს ისეთი იყო ტოპკა იყო შენი მხრიდან მე მგონი და ჯანმრთელად მიიღე რა თქმა უნდა ეს იუმორი აი დაუკავშირდით ესე იგი ნინო გაჩეჩილაძეს იგივე კატო ჩემი ცოლის დაქალებიდან და გავარკვევთ ხა რამოდენიმე საინტერესო ამბავს და არა მარტო კატოს ამბავს არა ხო მე კიდე რაღაცები ვიცი ისეთი რაღაცები რაც შენ არის ხო ხა გავიგებთ და სხვა შენთანაც არის დაკავშირებული მართლა კი აბა ნინო აიღე ყურბი ხედავ ნინოს აქ ნათქვამრე ჩემი პარტნიორი იშვიათია? შეიძლება ისიც კი მითხრა არ მყოლიავდა, მე სასიამოვნო ახლა ჩემ თავზე ძნელია ლაპარაკი, მაგრამ ამას თორსა გეუბნება მსახ. ზუსტი ვინ არ უნდა გაეგდოთ ჩემი ცოლის დაქალებიდან ნინო გაჩეჩილაძე, და ნინორისთვისაც გააგდეს. ამას ყველა ვჭორაობდით ჩვენ სხვა მსახიობი ამ არენაზე, გადასახებ მოედანზე რომ ფული ცოტას გვიხდიან და ეს არ შეიძლება ხვდები რაღაცა ესეც ახლა ვჭორაობ და ძალიან კარგი. რაღაცა არ შეიძლება რომ მე სხვა არხზე აღარ მოვიაზრები და მე თუ თვეში 3 ჯერ დამიძახებ მე და ხვდები ეს თბილისურემ და ნინო იყოს ის ადამიანი ვინც იძახდა რომ მე პირადად მე უნდა რომ ზუზუ ნუ ახურებ რა იყავი ნახე რა კაი სცენარისტი ნახე რა კაი ლიფონავს ნახე რა კაი ერთად ვართ და ვისაგდებენ ნინო გაჩეჩილაძეს იგივე თემით იმიტომ რომ ეს კი არ იჭერავა უბრალოდ მივიდა და თქვა და უთხრა რომ იცი ცოტა მაჩუჩეთ მეტი ვიდრე აქვს მეტი არაფერი ასე რომ ამას არის შენ ფაქტობრივად ფარდა ახადე რეალური იქაურ სამზარეულოს აბსოლუტურად ყვევით და ასე ჩვენ ნინო მეგონი გვისმენს და გადაწყვეტა რა აი არ მინდა თქვენთან საუბარი დამანებეთ თავი მე დავურეკო აბა მე ხედავ აბა ჩემ ნომერს თუ აიღებს კაი მობილურიდან ურეკავ ხო არა დაურეკე მოხოთ მე როგორ დავაკავშიროთ რადიოსთან ვერ დავაკავშირე ვეთქვი რომ აიღოს აბა მიდი უთხრა არ შევიმჩნიოთ რომ ეთერში ვართ კარგი ისე რა კარგია ზუზუსთან პარტნიორობა აბსოლუტურად არაორდინალური ადამიანი აღმოჩნდა როგორ ხარ ჩემო გაჩკა რომ მიყვარხარ მე შენ და ვინ დაიჯერებს ახლა რომ ეთერში ახლა რადიოში ვარ მე რადიოში ვარ პირდაპირ ეთერში და გირეკავ და აიღე რა ყურმე აი კარგი გააკეთე რაღაცა მე 5 წუთი გვინდა რომ გაგესაუბროთ კაი თემაზე არა იმაზეც ამაზეც ხო ცუდად არ გითხავ რა
სერიალზე აღარ გინდა, აღარ სხვა რამეზე გკითხავ. სერიალზე მიმახოდა მკითხა და სხვა რამე მკარგმეთ. აი რას ნიშნავს პირდაპირ ეთერი ღმერთო ჩემო ეს რა იყო ესეთ რაღაცებს ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე მაგრამ ნუ იქიდან გამდინარე რომ დღეს შენ ხარ ჩემი თანაწამყვანი ვფიქრობ ბურ მკითხეთო სერიალზეო კარგი საერთოდ არ ვკითხო ძალიან ცოტა სხვა რაღაცი დავიწყებ და დამაბნეველი შევაპაროთ ეს კი პირდაპირ ჩვეულებრივი შიდა სამზარეულო არის ეთერში კი აბა მაგრამ მე მგონი მეც მომხსნიან ჩემს სოლეს და ალო ნინო გამარჯობა რადიო აფხაზეთის ხვიდან გირეკავთ ნუკი კოშკეშვილი და ზუზუ რომელმაც ახლა პირდაპირ ეთერში დაგირეკა ნინო გამარჯობა როგორ ხართ კარგად იცი რა არის დღეს ზუზუ არის ჩემი თანაწამყვანი და გადავწყვიტე რომ ისეთი ჭორი გავიგე მართლა შენ შესახებ რომ ჩვენ ორივესთან არის დაკავშირებული დაიწყე რომ შენ გინდა ჭორი გაიგე ვაიმე რამდენი ხანია შენზე ჭორი არ გამიგე აბა გაჩერდიან ისეთი ხალხი გვინდაო რომ იყოსო ვინც ორივე ძალიან სიმპათიურებაო და ეს ათეულში მოხვდი შენ ნინო და დაემთხვა ჩემთან უკის გემოვნება და მე ძალიან მიხარია ვა დიდი მადლობა რითი დავიმსახურე ესე იგი გავიგე ნინო რომ რაღაცა ფილმში გიღებენ და სადაც შენ კატეგორიულად მოითხოვე რომ ზუზუ ყოფილიყო შენი პარტნიორი არის თუ არა ეს სიმართლე კატეგორიულად მოვითხოვე არა ეგ ჭორია მაგრამ თუ შემეკითხებიან ანუ ჩემზე თუ იქნება გასაკეთებელი არჩევანი და ჩემზე თუ იქნება ეგ დამოკიდებული რა თქმა უნდა ვიტყვი რომ ზუსტად ერთად ითამაშებს იმიტომ რომ ზუსტად არის ფანტასტიკური პარტნიორი მართლა შენგენაც აი ძალიან მაგარი პარტნიორი ხარ და ისე გძნო პარტნიორს და ისეთი რუსულად უნდა ვთქვა პადაჩა მოდი შენგან რომ ძალიან ბევრისგან ეგ მოკლედ იშვიათია რა ხო და შენ რომ მითხარი რომ სერიალზე არ მკითხავ მეც რა მოვყევი სერიალზე ერთ წუთი და დავამთავროთ ის რისთვისაც ნინო გაჩეჩილაძე აღარ არის სერიალში იმას ყველა ჩვენ აი პირდაპირ თელ საქართველოს მოსასმენა თუ რა ვიცი რა ქვია ვიძახი რომ ამას ყველა ჩვენ ვამბობდით მსახიობი ჩუმად ჭორაობდით ამ გადაცემაში ჭორი ქვია ხა მე და ნუკი სადაც მომიწვია ჭორაობდით ჩვეულებრივად ამ ყველაფერზე რომ გვაქვს ცოტა ფული რომ რაღაცა და ნინო მე ვიყავი რომელიც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა არა და ნინო მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა ამაზე კარგი და ზუზუ რა კარგია რა კაი სცენარისტი ყავს რა კაი რეჟისორი ყავს ვიყოთ ერთად და უცბად ვიგებ რომ ნინო იმის გამო რომ ორ სიტყვას პირდაპირ შეეუბნება ადამიანს და არ ჭორაობს ამის გამო ტოვებს სერიალს და მე ისოდე რომ ვარ ყოველთვის შენთან ერთად რაც არ უნდა ლელა იყოს ჩემი მეგობარი ლელა ძალიან აი მართლა ძალიან მიყვარხარ მართლა ძალიან გაფასებ როგორც პიროვნებას როგორც ნიჭიერ მსახიობს როგორც კარგ პარტნიორს როგორც გვერდში მდგომ ადამიანს იმიტომ რომ შენ იყავი ერთ-ერთი პირველი ხა პირში კი არ გაქებ რა ხან პირდაპირ ეთერში ვარ ერთ-ერთი პირველი რომელმაც Facebook-ზე მომწერე აღშფოთებულმა რომ რა ხდება გაჭკა გამაგებინე რა ხდება ხო და აღარ გვინდა და იმავე დღეს გამოხვედი ჩემთან სახლში შენს და კოტეს ხათაშორი და ძალიან გულთან ახლოს მიიტანეთ ეს ყველაფერი მაგრამ მე მინდა გითხრა რომ ეთერში უკუჩემო ჩემო საყვარელო რა ხდება უკეთესობისკენ მე სულ ასე ვამბობ ხოლმე და მე ერთ რამის მჯერა ნუკი რომ მე და გაჭკა არ ვიცი რაღაც კაი ინტუიცია მაქვს ამ ბოლო დროს რომ მე ერთად მოხდებით გადასაღებ მოედანზე და რაღაცა უფრო მოდი ცოტა უფრო მეტი ვთქვათ, იმიტომ რომ დარწმუნებულია ბევრად მეტი და ბევრად მაგარი ხარ და ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე ჩვენს ეკრანს ჭირდება, იმიტომ რომ შენ ჩვენ გჭირდები. ვაიმე, დიდი მადლობა, რა ვიცი, ცოტა გავწითლდი ეს. ნუ გაწითლდები და როდის მე პატიჟები რაღაცა რომ თითქნი მან რო აკეთებ საჭმელებს რაღაცებს. აქ ჩვეულებრივი ის რო არის შიდა სამზარეულო მე ძალიან მომწონს ეს დიალოგი რო. მინდა რომ მოხვიდე მაქედან ჩემთან? მინდა. ხო, გამოდი, კრეპებს ვაკეთებ და გაჭმევ. ოჰოჰოჰო, კაი, всё, გელოდი. ერთი სიტყვით სანამ ზუზუ წაგვირთმევია, ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ. კოცნი ძალიან ბევრს და წარმატებებს გისურვებ. ნუკი, მინდა გითხრა რომ მე ყოველთვის ესე იგი ძალიან დიდი სიმპათიების ვიყავი შენს მიმართ განწყობილი, მიუხედავად იმისა რომ შენ ძალიან პატარა ასაკის ხარ. თანაზოგარ არის ახალგაზრდა ხარ. არც შენ, ანუ ქებაში კი არ ჩამითვალა, უბრალოდ იმდენად ხარტი გონება გაქვს და იმდენად კარგი ჟურნალისტი ხარ. აი, წამყვანი ხარ, რომ კარგი მსახიობი შენერი ჟურნალისტები ინატროს ბევრმა არ ხმა რა. აი, ეგ მინდა და მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა ნინო. მე ძალიან მიყვარხარ და ძალიან გულშემატკივრობ შენ ყველაფერს. და როგორი მსახიობია ჩვენი? დიდი მადლობა, გაიხარე. წარმატებებს გისურვებ და გელოდები მოკლედ. აი, მიყვარხარ. არ დამაღალატო. არა. ცოტა გავაბებრი ჭორი